საფეხბურთო სამყაროში უმეტესი ჩემპიონის მინაობა გარკვეულია, თუმცა ვიქტორ იოკერეში, კილიან მბაპე და მო სალაჰი სულ სხვა ინტრიგას ინარჩუნებენ. მოკლედ გეტყვით, ეს ბიჭები ოქროს ბუცის პრიზისთვის გაცხარებულ ბრძოლაში არიან ჩაბმული. ამ წუთისთვის სიაში პირველ პოზიციას ვიქტორ იოკერეში იკავებს 39 გატანილი გოლით. სპორტინგთან ერთად ტრიუმფით დასრულებული სეზონის შემდეგ მის აქტივში 58.5 ქულა ფიქსირდება. მეორე პოზიციაზე კილიან მბაპეა. მის მადრიდის რეალს ლა ლიგაში ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი, კერძოდ რეალ სოსიედადის წინააღმდეგ. თუკი მბაპე მატჩში გოლის გატანას მოახერხებს, ოქროს ბუცის პრეტენდენტებს შორის დაწინაურდება. ამ ეტაპისთვის ფრანგის ანგარიშზე 29 გოლია, რაც ტოპ ლიგების შესაბამის 2 კოეფიციენტზე გამრავლების შემდეგ 58 ქულით პასდება. მესამე მო სალაჰი მოდის. ლივერპულის მე-20 ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. ბოლო ტურებში ეგვიპტელმა შედეგიანობას მოუკლო, თუმცა 28 გოლი მაინც აქვს აქტივში. ამ მონაცემებით მას პირველობისთვის 2 გოლი სჭირდება. ამის განსახორციებლად კი 2 შეხვედრა დარჩა ბრაიტონის და პალასის წინააღმდეგ. თქვენი აზრით ამ სეზონში ვინ გახდება ოქროს ბუცის პრიზის მფლობელი?